ამ ზაფხულში მოკლედ ბევრი ადამიანია გაციებული და ყიდით კივად ძალიან და ეს ხშირად არის ახალი კოვიდის ვარიანტი და ამაზე ვისაუბრებთ, როგორ უმკურნალოთ, ამას გავაკეთებ TikTok-ზე მე მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოსი, მაგრამ სრულად მინდა რომ თავის სიმპტომებით და მკურნალობით აქ განვიხილო, რადგან ჩემ აუდიტორიას ვუთხრა მაქსიმალური რის გაკეთება არის შესაძლებელი. ხო, კარგი ამბავი ის არის, რომ რამე განსაკუთრებული საშიში არ არის ეს არაფერი, რო ვთქვათ, რომ ამ სიკვდილიანობა გაზარდა რაღაც ესეთი არა, ანუ რამე განსაკუთრებული პრობლემები არ მოყოლია, თუმცა რა თქმა უნდა, კოვიდი დამატებითი ხათაბალა, მოკლედ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც იმუნიტეტი სუსტი აქვს და ამიტომ მკურნალობა დროულად აუცილებელია. პირველ რიგში ვთქვათ, ყველა მთავარი რა არის, რა სიმპტომები აქვს და რა ნიშნები აქვს. გამოირჩევა ეს ვერსია კოვიდის იმით, რომ ძალიან ძლიერი ყელის ტკივილი იცის. გეგონება გიჭრიან ყელს რამითიო, იმდენ ძლიერი ტკივილი იცის და 70% ვისაც ემართება ეს კოვიდი, აღნიშნავს ასე ძალიან ძლიერ ტკივილს. სხვა ვარიანტებს კოვიდისას, ომიკრონი მაგალითად და ომიკრონის სხვა ვერსიებს არ აქვს ეგეთი სიმპტომები, ეგეთი ძლიერი სიმპტომები და ეგეთი ძლიერი ყელის ტკივილი განსაკუთრებით. იქ დაახლოებით 40% აღნიშნავდა ყელის ტკივილს, აქ 70, ანუ ძალიან ძლიერი ყელის ტკივილი თუ მიდის, მოკლედ ხშირ შემთხვევაში ეს არის ახალი ვარიანტი ნიმბუსი, თუმცა შეიძლება ჩვეულებრივ გრიპსაც, გაციებასაც ახასიათებდეს და ტონზილიც კიდე ძლიერი ყელის ტკივილი, მაგრამ თუ ისტორია არ აქვს ადამიანს ზოგადად ყელი არ ტკივა და გლანდები სუსტი არ აქვს, მაშინ მაღალი ალბათობაა რომ იყოს კოვიდი. მცხვირიდან ჩამონადენი ადამიანის 50%-ს აქვს დაახლოებით, ხველა აქვს დაახლოებით 55%-ს, ანუ საკმაოდ გავრცელებული სიმპტომები აქვს ხველა, მცხვირიდან ჩამონადენი ცხელება ყველას არ აქვს, დაახლოებით 40%-ს, ანუ 100-დან ვისაც დაემართება 40 ადამიანს ექნება ხველა. დაღლილობა და სისუსტის შეგრძნება დაახლოებით აქვს 60%-ს, კუნთების ტკივილი დაახლოებით აქვს 40%-ს, ყნოსვის დაკარგვა დაახლოებით 15%-ს. აქ არის ეგ რომ ამბობენ რომ აი ყნოსვა რატო არ დამეკარგა თუ ის არის კოვიდია. კოვიდის შემთხვევაში მარტო 15%-ია რეალურად ყნოსვის დაკარგვა. ეგრე კი არ არის რომ მაინც ანუ ყნოსვა უნდა დაგეკარგოს თუ კოვიდი გაქვს. 35%-ს აქვს დაახლოებით თავის ტკივილი. ან თავის ტკივილიც არ არის ესეთი მთავარი ნიშანი, ზოგი ამბობს ხოლმე რომ აი თავის ტკივილით იწყება რაღაცა, ეგრე არა. ხო, გულისრევა, ღებინება და ესეთი სიმპტომებიც მეტნაკლებად ახასიათებს, მაგრამ ძალიან ხშირი ეგეც არ არის, დაახლოებით 10-15% შემთხვევაში აქვს. ასევე ზოგჯერ იცის მაგალითად სუნთქვის გაძნელება 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში, ანუ სუნთქვის გაძნელება არ არის მოკლედ მთავარი მისი სიმპტომი და მაგრამ ვისაც ზოგადად აწუხებს ფილტვები, ბრონქები, მათთვის ყურადსაღებია მაინც. ეხლა წამლებზე ვისაუბროთ, ანუ რითი და რას ვაკეთებთ, რა არის საუკეთესო მკურნალობა, საუკეთესო პრაქტიკა, რა არის კოვიდის მკურნალობის, რითი ხდება მისი მკურნალობა. ხო, ცხელება თუ აქვს ადამიანს სიცხე რა, თუ აქვს ან ყელის ტკივილი, ესე ყველაზე ხშირად მაინც პარაცეტამოლია, ვინაიდან ყველაზე უსაფრთხოა პრინციპში 500-დან 1000 მილიგრამამდე ყოველ 6-8 საათში ერთხელ. იმის მიხედვით როგორ იქნება ადამიანი და სადაც 80% შველის ადამიანებისას რა. ამიტომ ანუ თავიდან ბევრი ფიქრი და ის არაა საჭირო, ანუ თავიდან სრულიად შესაძლებელია რომ პარაცეტამოლით რამე განსაკუთრებული მკურნალობა მოკლედ არ ჭირდება, მით უმეტეს თუ მძიმედ არ მიდის. ახლა რაც შეეხება იბუპროფენზე ადრე იყო, რომ იბუპროფენი და არასტეროიდები არ არის სასურველი კოვიდის დროს, დამტკიცა მოკლედ რომ პრობლემა არ აქვს, შეიძლება მაგათი გამოყენება და არაფერს არ აშავებს პირიქით შველის, სადაც 85% შემთხვევაში შველის ადამიანებს 200-დან 400 მილიგრამამდე 6-8 საათის განმავლობაში იბუპროფენი უსაფრთხოა და არაფერი ის არ აქვს მოკლედ. ადამიანს რომელსაც სისხლის
სისხლდენის რისკი აქვთ კუჭის წყული და ასე, რა თქმა უნდა, არასტეროიდებს უნდა მოერიდნენ. ამაზე არაა საუბარი, მაგრამ თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია და რამე არ აწუხებს, მაშინ იბუპროფენიც არ არის პრობლემა ეგეთ დროს. კიდე რა გვაქვს? ლიდოკაინი მაგალითად. ლიდოკაინის სპრეები, რომელიც არის ძალიან ხშირია ლიდოკაინის, ბენზოკაინის სპრეები შესხურება რამდენიმე საათში ერთხელ, 3 საათში ერთხელ, 4 საათში ერთხელ გაშენ. ყელის ტკივილს ძალიან მნიშვნელოვნად შველის. ასევე საწუწნები არის, მოკლედ, იგივე სხვა ნაირები და 2-3 საათში ერთხელ შეიძლება საწუწნი ყელის ტკივილის განსაკუთრებით თუთია შეიცავს ხოლმე, თუთიის ოქსიდით თუ არის, მოკლედ ძალიან მაღალ პროცენტ შემთხვევაში შველის და საკმაოდ ეფექტურია, ან ლოკალურად აძლევს შეგრძნებასაც, რომ გაუყუჩდა ყელის ტკივილი და თან ვირუსების რაოდენობასაც ამცირებს და მოკლედ დადებითად ითვლება. ქლორჰექსიდინი და ანტისეპტიკების გამოყენებაზე ამბობენ ხოლმე, რომ აი შეიძლება თუ არა ქლორჰექსიდინი და რაღაც კი, როგორ ან ქლორჰექსიდინის გამოლება შეიძლება და ვირუსების რაოდენობას ამცირებს ყელის მიდამოში და ეგ ერთ-ერთი კაია, მოკლედ შესაძლებელია. პაქსლოვიდი არის ეგეთი სამკურნალო პრეპარატი, სამწუხაროდ ახლა ვინც საქართველოში ცხოვრობთ და ჩვეულებრივი მოკვდავები არ მიგვიწდება ხელი, მაგრამ ვინც უცხოეთშია, პაქსლოვიდი არის უშუალოდ კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, არის ეფექტური და იმ ადამიანებს, ვისაც რისკ ფაქტორები აქვთ კოვიდის განსაკუთრებული რისკ ფაქტორები რას ნიშნავს? მაგალითად, არის ასაკიანი ადამიანი 65 წელს, აცილებული დიაბეტიანი, დიდი ხანია, მაღალი წნევები აქვს, ფილტვები აწუხებს ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეგ ადამიანები მიიჩნევიან მოკლედ რისკ ჯგუფებად და ვისაც მაღალი რისკ ჯგუფი აქვს, იმ ადამიანისთვის პაქსლოვიდი არის მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადაურჩენს მაგ ადამიანებს. თუთია კიდე, თუთის გლუკონატი, თუთის ოქსიდი, აი ამ ფორმით არის ხოლმე საწუწნები რა და ძალიან მაღალ ეფექტურია. 2-3 საათში ერთხელ შესაძლებელია 100 მგ-იანი ფორმა და იმუნურ სისტემასაც აუმჯობესებს და თან კიდე ყელის ტკივილს შველის მნიშვნელოვნად. ხო, და ამ მხრივ ან თუთის საწუწნი აბები ძალიან კაია რა. ვიტამინი C 500-დან 1000 მგ-მდე დღის განმავლობაში, თუ გაყოფ ჯობია, ან ჯობია რომ 3-4 ჯერადად მიიღო და 3-4 ჯერ მიიღო, ანუ ის ვიტამინი C, იმიტომ რომ შეწოვა უკეთესი კონდეს და რით ეხმარება ანტიოქსიდანტია ძლიერი, ვირუსების რაოდენობას ამცირებს და უსაფრთხოა ადამიანის უმეტესობისთვის. ნუ ზრდასრულებმა შეიძლება თაფლი გამოიყენოთ, კიდე პატარა ბავშვებისთვის არ შეიძლება. თაფლი ამშვიდებს ზოგადად ყელის მიდამოს და თან ცოტა ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, დიდად არა, მაგრამ ცოტათი და მოკლედ მაგ მხრივაც თაფლი კარგია და კვერსეტინი კიდე, კვერსეტინი ეგეთი საკვები დანამატია, რომელსაც ანტივირუსული მოქმედება აქვს და საკმაოდ ეფექტურია და 250-დან 500 მგ-მდე დღის განმავლობაში გამოიყენება. ოღონდ რამდენიმე დღე, ეხა ეს არაა საჭირო, რომ ისა თვეების განმავლობაში სხვას ადამიანს ამ ცუდად ამოკლეთ. რა თქმა უნდა, ანუ სითხეები, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, სითხეების მიღება, თუ ადამიანს გულიერება და ესე ჯიშის განმავლობაში მithumes ელექტროლიტური ბალანსი, დასვენება მნიშვნელოვანია. ხო, ნუ ხველა და ეს თუ იქნება, ხველის სიროფებით შეიძლება რამე, სუროს სიროფი მაგალითად ხველისთვის ძალიან კარგია, ან ამბროქსოლი ძალიან კარგია, ნუ თუ ცოტა ნახველიანი ხველა. შეიძლება ასევე აცეტილცისტეინი, ACC, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია და ნახველსაც ათხიერებს და მოკლედ ეხმარება მნიშვნელოვნად ეგეც. ხო, აი ეს არის, რაც მკურნალობა ჭირდება რეალურად ამ ახალ კოვიდს, რამე განსაკუთრებული და ისეთ საგანგაშო არაფერი არ არის. ვაქცინას რაც შეეხება, ხო, ვაქცინებზე იყო ცოტა პრობლემა იმაზე, მაგრამ ახლა მაგალითად აი რომ ამბობენ, რომ Pfizer-ის ვაქცინაზე იყო პრობლემა. პრობლემა იყო რამდენიმე მილიონ ადამიანში 3-4 ადამიანს ჰქონდა ისა პერიკარდიტი და მიოკარდიტი
ვარდიტი და რაღაც და იმანაც გაიარა. ანუ ესეთ დონის პრობლემებზე საუბარი და გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე მაგან და რავი ახლა რატო უნდა იბრძოლო ადამიანმა მაინც ვაქცინის წინააღმდეგ, როცა ან მისი ზიანი მაშინ როცა რაღაცა პრობლემა ისიც Pfizer-ის ვაქცინას ჰქონდა, სხვებს არ ამით უმეტეს, ხო? და ის სარგებელი რაც მოიტანა იყო უზარმაზარი და ის ზიანი იყო მინიმალური და მაინც მინიმალურ ზიანზე აკეთებ აქცენტს და ივიწყებ ყველაფერ კარგს რაც გაუკეთებია ამ ვაქცინას, რავი, მე არ მიმოჩნია სწორად მოკლედ და მე არ ვარ ისა ანტივაქსერების მხარეს, პირიქით ვფიქრობ, რომ ვაქცინა მე კი არ ვფიქრობ, მედიცინა მაგას ეფუძნება მთლიანად, რომ მედიცინას და რეალობას მაგას ეფუძნება, რომ მილიარდობით სიცოცხლე გადარჩენილი ვაქცინას და მისი უგულებელყოფა არ არის სწორი. ხო, ეხლა ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, გამოწერეთ ან ესე ან დააშიარეთ, ან დააკომენტარეთ. ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მხარი დაუჭიროთ ფინანსურად ჩემს გვერდს, მაშინ შეგიძლიათ ანგარიშის ნომრები დევს და დონაციები გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ პატრონზე გამომიწეროთ, განსაკუთრებით თუ პირადად ჩემთან გასაუბრება გინდათ იმ ადამიანებისთვის. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ ჩემი ვიდეოები.